დილამშვიდობისა საქართველო, კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოგესალმებით, თქვენ რადიო იმედს უსმენთ და ახლა უკვე უყურებთ კიდეც პლატფორმებზე იმედი.gr, MyVideo.gr, მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს 2 მაისია, დღე პარასკევი, როგორც ერთად დავიწყეთ სამუშაო კვირა, ისე ვასრულებთ ამჯერად კახა გელაშვილთან ერთად და როგორც ყოველთვის ამ დროს შემოგთავაზებთ სპორტულ მიმოხილვას. დილამშვიდობის კახა, ვიდრე უშუალოდ ვისაუბრებთ აქტუალურ სპორტულ საკითხებზე, მოდი ვისარგებლოთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ დღეს განსაკუთრებული თარიღია, როგორც ამბობენ მამა ქალაქში, ძალიან საინტერესო ღონისძიებები იგეგმება, 2 მაისობა, იგივე გვირილობის დღესასწაული, ქუთაისის ქალაქობა, ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი კოლორიტი გვყავს ამ ქალაქიდან, თავისი ხიბლი ამ ქალაქს გამორჩეულად აქვს და არ არსებობს ერთხელ მაინც მოხდე და არ დაგამახსოვროს მან თავის თავი. დარწმუნებული ვარ, რომ სპორტშიც ძალიან ბევრი ცნობილი სახე მოდის ქუთაისიდან. ნამდვილად, მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, მსმენელს, ქუთაისობა, გეთანხმები. ქუთაისი არის ერთგვარი სამჭედლო, არა მხოლოდ სპორტში, ნებისმიერ სფეროში, ეს ხელოვნება იქნება, მეცნიერება, უამრავი გამოჩენილი ნიჭიერი ადამიანები ძალიან, რადგანაც ეხლა ჩვენ სპორტის მიმართულებით ვსაუბრობთ, აგერ ვისარგებლებ შემთხვევით და რამდენიმე დღის წინ ჰქონდა იუბილე 70 წლის იუბილე თეიმურაზ აფხაზოვას, მართლაც ლეგენდარულ ქართველ მოჭიდავეს, ასევე არაერთი რამდენი შეიძლება რამდენიმე გადაცემა არ ვეყოს ქუთაისელი ცნობილი ლეგენდარული სპორტსმენების გასახსენებად, იგივე 2 ოლიმპიური ჩემპიონი ყავს კალათბურთში, მიხეილ კორკია და ზურაბ საკანდელიძე, მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები, ფეხბურთელებზე რომ არაფერი ვთქვათ, იგივე ოთარ გაბელია, რამაზ შენგელია, ვის სახელობისაც ქუთაისის ტორპედოს სტადიონი, თენგიზ სულაქველიძე, ლეგენდები ქართული ფეხბურთისა, იგივე შეიძლება ვთქვათ, ახლა ვინც მაახსენდება უცებ ეს არის დავით ხახალეიშვილი, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მძიმე წონაში ძიუდოისტი, რომელსაც კონკურენტი არ ყავდა მსოფლიოს მასშტაბით და ცნობილი შემდეგი ოლიმპიური თამაშები შემთხვევა, როდესაც ოფიციალური მიზეზით ხახალეიშვილმა აწონვებზე დააგვიანა და მოხსნეს ოლიმპიადიდან, თორემ ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა, ამაში იმ პერიოდის ძიუდოს ექსპერტებს ეჭვი არ ეყარებოდა და კიდე რა ვიცი, ძალიან ბევრი ვილოცავ, მეც გიერთდები დავით ქუთაისელებს, ქუთაის ამ ქალაქის მართლაც მე ძალიან ხშირად მიწევს ხოლმე ჩასვლა, ჩემი ნაცავები ცხოვრობენ ქუთაისში და რო ჩავდივარ წამოსვლა აღარ მინდა ხოლმე, ისე მიყვარს ის განსაკუთრებით შემიყვარდა, როდესაც ბავშვობაში ვნახე ფილმი, ისეთი ჩემი მეგობარი ნოდარი ქუთაისზე გადაღებული გადასარევი მსახიობები და ნაწარმოები, წინვალი, ის ქუთაისული კოლორიტია რა ჩვენ. გამორჩეული ჩვენი სიყვარული ქუთაისის მიმართ არის იმითაც, რომ როდესაც ერთგვარი კვლევები ტარდება ხოლმე, რადიო აუდიტორიის განსაზღვრა ხდება ამ კვლევებით და ქუთაისს განსაკუთრებულად უყვარს რადიო. და შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ლიდერია რადიოსმენის თვალსაზრისით და ამიტომ ჩვენთვის ეს ადამიანები ამიტომაც არიან გამორჩეულები, FM 100-სა და 9-ზე მაუწყებლობს რადიო იმედი ქუთაისში, ასე რომ მადლობა ერთგულებისთვის და სხვათა შორის ყველა მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს ხოლმე, მიუთითებს, რომ ერთ-ერთი ნომერ პირველია ქუთაისი, ასევე რადიო იმედის სიყვარულში და ყველაზე მაღალი სმენადობა გვაქვს ხოლმე და მადლობა მოკლედ ამ ყველაფრისთვის. ქუთაისთან ერთად შემიძლია ასე ვთქვა, რომ იმერეთის რეგიონი ზესტაფონიდან, ზესტაფონში ყავს ბევრი მეგობარი, იქიდან Facebook-ზე წერენ ხოლმე ბევრი, რომ აი ძალიან ბევრი, რომ აი გისმენთ და რაღაც ინფორმაცია აინტერესებს, რაღაც, ანუ და აქტიურობს ძალიან იმერეთის რეგიონი. ოჩახი იმერეთს, ასეც უნდა გააგრძელოს, დარწმუნებული ვარ და მოდით ახლა გადავიდეთ სპორტზე. ევროპის საკლუბო ტურნირები მიმდინარეობს ფეხბურთში და ამდენადაც ვიცი ჩემო კახა, ქართველები არ მონაწილეობენ, ხო? აი სამწუხაროდ მოდი ვითხარი. ევროპა ლიგაზე და კონფერენს ლიგაზე გაიმართა გუშინ პირველი ნახევარფინალური შეხვედრები, ამ არც ერთ ტურნირზე სამწუხაროდ ქართველები აღარ შემოგჩენ, ბოლო ქართველი ვინც ევროპა ლიგაზე ითამაშეს იყო გიორგი მიქაუტაძე, მისი ფრანგული ლიონი, რომელიც წინა ეტაპზე მეოთხე ფინალში დამარცხდა მანჩესტერ იუნაიტედთან. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე, ანუ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ყავს ღირსეული წარმომადგენელი ხვიჩა კვარაცხელია, პარი სენ-ჟერმენი გასულია, თუმცა იქ უშინდელ მატჩებს რაც შეეხება
აქ ქართველი ფეხბურთელები აღარ არიან, აღარ თამაშობენ მათი კლუბები. რაც შეეხება შედეგებს, Manchester United-ი ვახსენეთ, რომელმაც მიხაუტაძის ლიონი გამოდის უაღრესად დრამატულ ორაუნდიან დაპირისპირებაში. ამჯერად კი Manchester-მა იოლი გამარჯვება მოიპოვა ბილბაოში ატლეტიკთან 3-0 და პრაქტიკულად გადაწყვიტა ამ წყვილში ფინალისტის, ერთ-ერთი ფინალისტის ბედი. საფასურო შეხვედრა მომდევნო ხუთშაბათს უკვე მანჩესტერში, Old Trafford-ზე გაიმართება და ზოგადად წარმოსადგენია, რომ ინგლისურმა კლუბმა დათმოს სტუმრად მოპოვებული ეს სოლიდური უპირატესობა. ასევე სოლიდური უპირატესობით გამარჯვებით დაასრულა მეორე ნახევარფინალური წყვილის მონაწილე კიდევ ერთმა ინგლისურმა კლუბმა, Tottenham Hotspur-მა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ნორვეგიული ბოდო გლიმტი 3-1 დაამარცხა. Tottenham-ს გასვლითი მატჩი უწევს მომავალ ხუთშაბათს, თუმცა ორგულთიან უპირატესობა სავარაუდოდ Tottenham-ი შეინარჩუნებს და ევროპა ლიგის ფინალში შედგება დიდი ალბათობით ინგლისური ფინალი Manchester United Tottenham Hotspur-ი. რაც შეეხება რანგით მესამე დონის ტურნის კონფერენს ლიგას, აქ მთავარი ფავორიტი, რა თქმა უნდა, ასევე ინგლისური პრემიერ ლიგის წარმომადგენელია, ეს არის ლონდონის ჩელსი, რომელმაც გასვლაზე დაამარცხა შვედური დიუნგარდენი 4-1 და ახლა Stamford Bridge-ზე მშობლიურ არენაზე საფასურო შეხვედრას ჩაატარებს და სულ მცირე საკმარისი იქნება ამ სამბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება, რათა ჩელსიმ კონფერენს ლიგის ფინალში მოიპოვოს ასპარეზობის უფლება. მეორე შეხვედრაში კი სევილიის ბეტისმა ფლორენციის ფიორენტინას უმასპინძლა ესპანელებმა 2-1 მოიგეს გუშინდელი 4 შეხვედრიდან ევროტურნირებზე. ეს იყო ალბათ ყველაზე საინტერესო მატჩი ანგარიშიდან გამომდინარე, ანუ საფასურო შეხვედრაში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს და არც არის გამორიცხული ფიორენტინამ შინ ფლორენციაში დაამარცხოს ბეტისი სასურველი ანგარიში და მოიპოვოს ფინალის აგზური. მოკლედ უახლოეს ხუთშაბათს გაიმართება ეს 4 შეხვედრა, თუმცა მანამდე სამშაბათს და ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის საფასურო ნახევარფინალური მატჩებია. სამშაბათს თამაშობს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი, ოთხშაბათს უკაცრავად და საკუთარ მოედანზე ლონდონის არსენალთან 1-0 აქვს ლონდონში მოგებული და ახლა ამ უპირატესობის შენარჩუნება იქნება მთავარი საზრუნავი, თუმცა არ არის გამორიცხული და გვეიმედება კიდევაც, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მის თანაგუნდელები კიდევ უფრო გაამყარებენ ამ უპირატესობას და მომდევნო დღეს გაიმართება უკვე უბრალოდ მანამდე სამშაბათს გაიმართება კიდევ ერთი ნახევარფინალური მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე. მილანის ინტერი მილანში ბარსელონას უმასპინძლებს 3-3 ასეთი ფეერიული მატჩი ოთხშაბათს ვიხილეთ გულშემატკივრებმა ბარსელონაში და ეხლა საფასურო შეხვედრა და გუშინდელ მატჩებზე მოკლედ ფეხბურთის მოყვარულთა ერთგულად ერთ მატჩზე გავამახვილებ ყურადღებას. Nottingham Forest-ი Bradford-ი, ეს ინგლისის პრემიერ ლიგის 34 ტურის მატჩი გახლავთ. Nottingham Forest-ი გუშინ ზაზასთან საუბარში აღნიშნე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კლუბია, ჩემი ბავშვობის პერიოდის გრანდი, რომელმაც ორჯერ მოიგო ზედიზედ ჩემპიონთა თასი. შემდეგ დაქვეით და ქვედა ლიგებში მოუწია რამდენიმე 10 წლეულები მონაწილეობა, ეხლა დაწინაურებულია პრემიერ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. თუმცა Nottingham Forest-მა საკუთარ მოედანზე წააგო Brentford-თან გუშინ 0-2 და გაუშვა შანსი ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესულიყო. ამის შანსი კიდევ ეხნება რა თქმა უნდა Nottingham-ს. თუმცა ეს შანსი გაშვებულია. ესაც შეეხებოდა ფეხბურთს. დავიდეთ ძიუდოზე. მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს ამაყურებელს, რომ ძიუდოში საკლუბო ტურნირები იწყება და ქართველები მონაწილეობენ ამ შემთხვევაში. აქ ვინ გამოდის, რა შანსებია, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ. დიახ, დღეიდან იწყება ორი ტურნირი, დღეს 2 მაისს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში დაიწყება ძიუდოს მსოფლიო ტურის მორიგი შეჯიბრება. დუშანბეს გრანდ სლემი, მაშინ მხოლოდ ვაჟთა ნაკრები გვეყოლება 7 კაციანი შემადგენლობით. ძირითადად როგორც თავიდანვე იყო ცნობილი, ლიდერები დუშანბეში არ მიიღებენ მონაწილეობას, ნაკრების მეორე, მესამე და მეოთხე ნომრები იჭიდავებენ. შემადგენლობა ასეთი გახლავთ: 66 კილოგრამში თენგო ზირაქაშვილი გავა, სწორედ დღეს პირველი ქართველი დუშანბეში ზირაქაშვილი ჭიდაობს, 60 კილოგრამში მონაწილე არ ყავს. 73-ში გიორგი ტერაშვილი, ალექსანდრე ლოლაძე და კოტე კაპანაძე 91 კილოგრამში, ორი წარმომადგენელი ეყოლება 91-ში, ისევე როგორც მძიმე წონაში გაბო მუკვანიანი და შალვა გურეშიძე და 90 კილოგრამში ნიკოლოზ დავლაძე. ასე რომ ეს ტურნირი დუშანბეში იმართება.
და ხვალდაზე 6 მაისს კი უკვე თურქეთში სტამბოლში კერძოდ ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასის გათამაშება ტარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრები მხოლოდ ვაშტაგუნდით იქნება ვაშტაგუნდი ასპარეზებს. გაფართოებული შემადგენლობით 51 კაცია ჩასული სტამბოლში საქართველოს ნაკრები. ხა მათ შემოწმოს 51 კაცის ახალგაზრდული ნაკრებია და კი მოგვიწევს 1 საათი მათი სახელების საგვარების გამოცხადება. ყველა კანდიდატს ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება. 4 და 7 სექტემბრის სათვლით ბრატისლავაში ევროპის პირადგუნდური ჩემპიონატის ემზადება ეს ახალგაზრდული ნაკრები და მათგან უნდა შეირჩეს ძირითადი ბირთვი, რომელიც ასეთ პრესტიჟულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, ასე რომ ეს ორი ტურნირი, სტამბოლის და დუშანბეს ტურნირი, დუშანბეში დღეს იწყება, კვირას დასრულდება, შაბათ-კვირას კი უკვე სტამბოლშია. შენიშნებართვით ისევ ფეხბურთზე ვისაუბრებ, დავით, დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მე-12 ტური იწყება, ძალიან საინტერესო მატჩით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი თბილისის იბერია, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გორის დილას უმასპინძლებს, ამ მატჩით იწყება მე-12 კალენდარული ტური, იბერია 27 ხულით პირველ ადგილზეა, გორის დილა 23 ხულით ბათუმის დინამოსთან ერთად მეორე მესამე ადგილებში ინაწილებს, თუმცა დილას უკეთესი ბურთების შეფარდება აქვს, ბურთების ბალანსი აქვს და მეორე ადგილზეა. ანუ დღეს პირველ მეორე ადგილებზე მყოფი გუნდების მატჩით იხსნება მე-12 ტური. შაბათს ხვალ 3 მაისს გაიმართება დანარჩენი 4 შეხვედრა, ხვალ ითამაშებს თბილისის დინამო, რომელმაც ეს ბოლო სეზონები აშკარად დათმო ფლაგმანი კლუბის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კლუბის პოზიციები. თბილისის დინამო ფოთის კოლხეთს მიიღებს ბორის ბაიჭაძის სახელობის დინამო სტადიონზე. საგარეჯოს გარეჯი დებიუტანტი ჩვენი ჩემპიონატის წყალტუბოს სამგურელს თამაშება თელავი ტორპედო ქუთაისს, ხოლო საფეხბურთო კლუბი გაგრა ბათუმის დინამოს საქართველოს ჩემპიონატი. კალათბურთში გაიმართა გუშინ კიდევ ორი ნახევარფინალისტი გაირკვა, მე ამაზე კალათბურთის შესახებ ისე როგორც ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფების შესახებ და ევროპის მთავარი ტურნირის ევროლიგის პასები პლეი-ოფის შეხვედრის შესახებ ჩვენ ერთ-ერთ გამოშვებაში ვისაუბრებ. ეხლა რაღაც გაინტერესებს თუ არ ვწდები? მოკლედ ჩვენს მსმენელს კიდევ ერთხელ უთხრათ, რომ 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, ასევე 2-იანის და 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გექნება შესაძლებლობა შენ ამ თემებზე საუბრით. მიიქციო მათი ყურადღება. საერთოდ რაღაცნაირად ტრენდად იქცა რა, რომ ადამიანები შაბათ-კვირას დაკავდნენ მნიშვნელოვანი, ვთქვათ, რაღაცა სპორტული აქტივობით. ბევრისთვის ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, რაღაცა ფორმაში ყოფნის, ჯანმრთელობის, წონის კლების, რომელიც ასევე ერთ-ერთი, ვთქვათ, ძირითადი მიზეზი არის ხოლმე. როგორ ფიქრობ, ჩვენ ხშირად გვისაუბრია ხოლმე, რომ სპორტის სიყვარული, ვთქვათ, სპორტული ცხოვრება რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ქართველების დამოკიდებულება, როდესაც კონკრეტულ, ვთქვათ, რაღაცა აქტივობას უყურებენ, ან ვთქვათ, კლუბს კონკრეტულ სახელს და გვარს გულშემატკივრობენ, თავისი სამხრეთული ტემპერამენტით გამორჩეული რით არის? როდესაც გულშემატკივრებზე ვსაუბრობთ, ქართულ გულშემატკივრებზე, რით გამოარჩევ შენ მას სხვა დანარჩენებისგან? ხანდახან ცოტა უკიდურესობაშიც გადაგვდის ხოლმე, გვაქვს ეს მომენტი და ბოლო დროს ვიწვნიეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ისევე ჭირდება სპორტსმენს მოედანზე გულშემატკივარი, როგორც გულშემატკივარს თავად კუმირი, ხო? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმები. განსაკუთრებით ახსენე სამხრეთული ტემპერამენტი გვაქვს კი. სამხრეთულ ქვეყნებში, აი ნებისმიერ იტალია, იგივე თურქეთი, ვთქვათ, ესპანეთი, გულშემატკივრობა განსაკუთრებით სხვანაირი არა, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთში იგივე ვთქვათ, ბრიტანეთში, ინგლისში და შოტლანდიაში განსაკუთრებით გულშემატკივრობა ისეთი, რომ აი ვთქვათ, ბრაზილიაში ასევე მე ახლა გამახსენდა უცებ კახი ყავსაძისთან იყო ადრე ტელევიზიით ნახე ინტერვიუ ბრაზილიაში დაესწრის, როდესაც კახი ყავსაძე გადაიღეს ფილმში, ცნობილი ფილმია, პელეს ნათლია და იქ გაიცნო პელე, ბატონმა კახიმ და თამაშს დაესწრო და სამერთილებებზე ყვებოდა. ესე იგი, მთელი თამაშის მანძილზე
გულშემატკივარი არ ჩერდება, იქ სპეციალური დოლი აქვს, ხო, დაკადუგი მიდის არ ჩერდება. ჩვენი გულშემატკივარი, თქვა, თბილისის დინამო იყო მაშინ და ეხლა საქართველოს ნაკრები, ხო, მთავარი გუნდი ფეხბურთში. გულშემატკივარი, თქვა, შეიძლება ისე გაირინდოს წამიერად, რომ ბურთის ხმა გაიგონო, ბურთის გადაცემის ხმა გაიგონო, შემდეგ უცბად აფეთქდეს სტადიონი, ისეთი რომ მეტოქე გუნდის გულშემატკივარი აი ესეთი მონოსხული თამაშობდეს. მე პირადად შესწრებული ვარ კალათბურთზე, როდესაც საქართველოს ნაკრები შვედეთის ნაკრებს მას ვიძლობდა, ეს იყო B დივიზიონიდან A დივიზიონში გადასასვლელი მატჩი 2009 წელს საქართველოს ნაკრებმა შვედეთის ნაკრები დაამარცხა, მოიპოვა A დივიზიონის აგზური და როდესაც გუნდები თბილისის სპორტის სასახლის არენაზე გამოვიდნენ, რო იხულა ჩვენმა გულშემატკივარმა მეწინა მას ვაცხად მიმყავდა ეს თამაში და შვედი კალათბურთელები და მსმელები რო გამოვიდნენ უცბად თითქოს გარშეშდნენ ამდენი გულშემატკივარი კალათბურთზე ასეთი კომაგობა შვედეთში და განსაკუთრებით ევროპაში არ არის საქართველოს გულშემატკივარი კალათბურთისა ცნობილია ევროპაში და ამიტომაც არის რომ თბილისში ტარდება უამრავი დიდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ჩატარდა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მთლიანად ჩატარდა აგერხათ 16 წლამდე ევროპის ჩემპიონატი გაიმართება აგვისტოში თბილისში რატომ ატარებენ ევროპის კალათბურთის მესვეურები თბილისში თქვა არის ევროპის გაცილებით უფრო დიდარი ქვეყნები წამყვანი ძალიან დიდი ტრადიციების მქონე მაგრამ იციან რომ მაგ გულშემატკივრობა საოცარია თქვათ ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაესწრება და ესეთი რაც შეეხება კითხვის თავარ აზრს შენი კითხვის დავით რა თქმა უნდა ავტორიტეტია პირველ რიგში დიდი სპორტსმენი ბავშვი უყურებს და აი თქვათ იყო მესი იყო თქვათ კრისტიანო რონალდო კალათბურთში იყვნენ ჩემს ბავშვობაში იყო მაგალითად ადრე ლარი ბერდზე ვიყავი შეყვარებული ერთადერთი იმ პერიოდში თეთრკანიანი კალათბურთელი NBA-ში მაშინ ზღაპრული კალათბურთელები იყვნენ, მაგრამ ეს მაგალითად ლაიბერტის გულშემატკივარი ვიყავი. ეხა ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთში, თორნიკე შენგელია, ზაზაფაჩულია იყო, ვიქტორ სანიკიძე, ლეგენდები უკვე უცხოეთში ძებნა აღარ ჭირდებოდათ ბავშვებს, ქართველები ყავდათ აქ და როდესაც ნაკრების თამაშები სრულდებოდა, გულშემატკივრები ფოტოების გადასაღებად რიგი დგებოდა და ოცნება იყო. რომ ეს უწყობს ხელს რა თქმა უნდა. ამიტომ მნიშვნელოვანია ბევრი წარმატებული სპორტსმენი ყავდეს, მინიმუმ ჩემოკახა სპორტით რომ ვისი ამოვნოთ და რაღაცნაირად ეს გამოიხატოს თუნდაც იმ აქტივობაში, რასაც ელემენტარულად სირბილი ქვია, იმიტომ რომ ხვდებით რომ სპორტი მაინც ანახაობრივია რა, გინდა არ გინდა შოუს ელემენტები საჭიროა და თავისთავად ეს ორი კომპონენტი, ერთის მხრივ აუდიტორია და მეორეს მხრივ გმირი, რომელიც ქმნის ამ საოცრებას ძალიან მნიშვნელოვანია და მე იმეც ვიტოვებ რომ არა ერთ გზის მოგიწევთ თქვენ სპორტულ კომენტატორებს, გადაცემების წამყვანებს, გამოშვებების წამყვანებს რომ ბალსანეთ მიაწოდოთ ეს სასიხარულო ინფორმაცია და გამარჯვებები, იმიტომ რომ სპორტი ალბათ ყველაზე უფრო კარგად გავს თავისი არსით ცხოვრებას, იმიტომ რომ ბალსანეთ გინდა არ გინდა ხო ფინალი უნდა იყოს გამარჯვება, ან უნდა შედგე ამ ოლიმპოს მთაზე. ამით უმეტეს ჩვენაერი ქვეყნისთვის შეჯერობით ეკონომიკურად არც თუ განვითარებული ქვეყნისთვის და აი ესეთ მრავალი პრობლემების პრობლემებში მცხოვრები ხალხისთვის სპორტში გამარჯვებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა და ჩვენ ნახეთ ეს გამარჯვებები როგორ აღნიშნეთ, როგორ ყველა ზეიმობდა ყველა ერთიანი იყო უკლებლივ თავისი თქვათ განსხვავებული ინტერესებისა. მადლობა, ჩემოკახა, ჩვენ დროებით დავიმშვიდობოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, შევახსენოთ ასევე რომ დღეს პარასკევია და პირველ საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ვახო გაფრინდაშვილი შემოგვიერთდება თავისი გადაცემით სპორტის თემა და ჩვენ უკვე ერთმანეთს შევხვდებით 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, ახლა კი როგორც უკვე გითხარით 11-ზე, 2-ზე და 5-ზე კვლავ თქვენ სამსახურში იქნება. მადლობა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დათმობილი დროისთვის.